ყურადღების ცენტრში საქალაქო სასამართლოა, სადაც ამ წუთებში ირაკლი შაიშმელაშვილის საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ წარმომადგენელს შესაძლოა წინასწარი პატიმრობა შეუფარდონ. ეს პროკურატურის მოთხოვნაა, რომელმაც შაიშმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მას სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან. საქმე 4 ოქტომბრის პროცესს უკავშირდება, თუმცა რა მტკიცებულებები აქვს უწყება ცნობილი არ არის. მედიაში კი შაიშმელაშვილის ასეთი მოწოდება არ იძებნება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. ის უკვე თვეებია შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლიზი ვეკუა დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ლიზი, გისმენთ. გიორგი, ზუსტად რამდენიმე წუთში გაიხსნება თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის სასამართლოს ხდომა, სადაც მოსამართლე მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახის შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურის მოთხოვნა არის მის შემთხვევაშიც პატიმრობა და როგორც მისი უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ირაკლი შაიშმელაშვილი დღევანდელ სასამართლოს ხდომას დისტანციურადაც არ დაესწრება, ის არ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესში, რაც შეეხება საქმის მტკიცებულებებს, როგორც ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ირაკლი შაიშმელაშვილის საქმეში დევს სოციალურ ქსელში გავრცელებული 3 ვიდეო, სადაც ის თითქოს მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებას, ყოფილ ასევე პოლიციელებს, რომ ჩაერთონ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში, თუმცა ადვოკატი ამბობს ჩვენთან საუბრისას, რომ ეს ვიდეო არ არის იმის დადასტურება, რომ ის მოწოდებას აკეთებს და ძალადობრივობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ირაკლი შაიშმელაშვილი არც აღიარებს ბრალს და არც ეთანხმება. ირაკლი არ ჩაერთება, რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესში ამ ეტაპზე, თუმცა შემდგომ თუ ჩაერთება შემდეგ ეტაპებზე, ამაზე განცხადებას გავაკეთებ. რაც შეეხება ბრალს, ბრალდება, რომელიც ირაკლს წაეფრინა, არის სრულად უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. ის მიერ განცხადებები აბსოლუტურად ჩნდება კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოხატვის ფარგლებში. შესაბამისად, თუ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდება პატიმრობა, რა თქმა უნდა, გავასაჩივროთ აპელაციაში. სოციალური ქსელიდან აღებული ვიდეოებია უბრალოდ, რომლებიც არ შეიცავს საერთოდ დანაშაულებრივ ქმედებებს. სულ არის 3 ვიდეო წარმოდგენილი. 3 ვიდეოდან ირკვევა, რომ ირაკლის მხრიდან არ არის მოწოდებული ძალადობა ან დამხობისკენ მოწოდება, აბსოლუტურად უწყინარი მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში გამოხატული აზრია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართება 15 დაკავებული პირის პროცესიც, მათაც როგორც მოგახსენებათ, ედავებიან როგორც სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ან მის ორგანიზებას და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მოსამართლეები იმსჯელებენ ამ პირებთან დაკავშირებით, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ მათ. რამდენიმე საათის წინ პროკურატურამ წარუდგინა 15-ვე მათგანს ბრალი და მათ შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს მოთხოვნით, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეეფარდოთ. გამონაკლისი მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება, რომლის შემთხვევაშიც პროკურატურა ითხოვს საპატიმრო გირაოს. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდების დადგენილებები გადმომეცა, საქმის მასალები არ არის გადმოცემული, შესაბამისად დეტალურად მტკიცებულებებს არ ვიცნობ. ორივე აცხადებს, რომ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიებას არ ქონია მათი დაკითხვის სურვილი და შესაბამისად ჩვენებებიც არ მიუღია. დანარჩენს, როდესაც გავეცნობი დეტალურად საქმის მასალებს, მე მოგახსენებ. ვიდეო კადრებიც ხო საქმის მასალა და ფიზიკურად ჯერ არ მიმიღია, თუმცა ის საჯაროდ რაც გავრცელდა და რასაც უყურე, მე პირადად არ მყავს ეს მამაშვილი მაგ კადრებში ნანახი. რასაც ყავს არასრულწლოვანი შვილი, წლინახევრის, როგორც ვიცი, მისი დაკავების შემთხვევაში სპეცრაზმი ფიგურირებდა. ბრალის დადგენილება, რომელიც დღეს გადმოგვეცა, არის იმდენად ბუნდოვანი და იმდენად არაფრის მთქმელი, რომ მსგავსი ბრალდება მეჯერ ცხოვრებაში არ მინახავს პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ კონკრეტულად ჩემი დაცვაშყოფის მიერ განხორციელებული არც ერთი ქმედება არ არის ჩამოყალიბებული, დასაბუთებული ახსნით. არის ძალიან ზოგადი და ძალიან ბუნდოვანი, რომ იქ აქციის მონაწილეებმა რაღაც გადაცემები ჩაიდინეს. მაგრამ კონკრეტულად ჩემმა დაცვაშყოფმა რამე გააკეთა თუ არ გააკეთა, ან კონკრეტულად რაში გამოიხატა, ეს ჩემთვის უცნობია. ისიც ვერ გავიგეთ, რა გვაქვს ბრალად, როგორ უნდა ვაღიაროთ ან როგორ უნდა ვუაროთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 62 პირი დააკავა. მათი უმრავლესობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობით არის უკვე ციხეში გადაყვანილი. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ პროცესებს და დღევანდელი პირების პროცესებს, ადვოკატებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ისინიც პატიმრობას ელოდებიან.